ამბობენ, რომ ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ მეორე მესამედს სამსახურში ოფისის კედლებში ვატარებთ. გამოდის, რომ გარემო, სადაც ჩვენ მუშაობთ, ვქმნით პროდუქტებს და ვითარდებით, პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. წლების წინ თუ ოფისი მხოლოდ სამუშაო მაგი და კომფორტული სკამი და ინტერნეტთან ცნობა იყო, დღეს კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ სამუშაო სივრცე მხოლოდ კვადრატული მეტრები არაა და თანამშრომლებს სჭირდებათ ჯანსაღი გარემო, სადაც ისინი უფრო პროდუქტიულები იქნებიან. მე ანუკა ჯოხაძე ვარ და თქვენ უყურებთ გადაცემა ხარისხს. დღეს ჩვენ ვეძებთ პასუხს კითხვაზე, როგორია ხარისხიანი სამუშაო გარემო. თბილისში სულ 1.900.000 კვადრატული მეტრის საოფისე სივრცეა, საიდანაც გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების წილი 19%-ია. ასეთია გალტენ ტაგარტის ბოლო მიმოხილვა, სადაც ვკითხულობთ, რომ დედაქალაქში 2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების სიმცირე იყო. თუმცა ბოლო 6 წელიწადში რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება ბაზარზე გასამაგდა. 2026-28 წლებში არსებობს მოლოდინი, რომ ბაზარს დამატებით 100.000 კვადრატული მეტრი ბიზნეს ცენტრის ფართის შეემატება, საიდანაც ძირითადი ნაწილი მაღალი კლასის იქნება. პრემიუმ ბიზნეს ცენტრებში მოთხოვნის ზრდას ძირითადად უცხოურ ფინანსურ და IT სექტორებში მომუშავე კომპანიები ქმნიან. ამ დროისთვის მსგავს სივრცეებში ვაკანტურობის მაჩვენებელი 6.6%-ია. აკლასის ბიზნეს ცენტრები ქალაქის რამდენიმე უბანში გვხვდება, ამ მხრივ ერთ-ერთი მოთხოვნადი ლოკაცია ვაკეა. იქამდე სანამ ნახავთ, როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის სამუშაო სივრცე, მოდით ჯერ ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვათ, რომლებიც ყოველდღე თავად აღებენ ოფისის კარს და საუკეთესოდ იციან, რა სჭირდებათ სივრცეში, სადაც დღის ძირითად ნაწილს ატარებენ. ნახოთ, რამდენად ემთხვევა დასაქმებულების მოთხოვნები იმ სტანდარტებს, რასაც დღეს მათ ბაზარი სთავაზობს. როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სამუშაო სივრცე, ოფისი გარემო? ნათელი, მწვანე, ხალისიანი ფერები. დამატებით კომფორტს რა ქმნის ხოლმე, რაც თანამშრომლის პროდუქტიულობაზეც მათ შორის მოქმედებს. განმარტოვების სივრცეები, რაც აპრობირებულია ასევე დასავლეთის ქვეყნებში და რა თქმა უნდა, კარგი ყავა. დასასვენებელი სივრცე ალბათ უეჭველი. თუ თანამშრომლებს აქვთ განტვირთვის საშუალება, ეს ისე უზრუნველყოფს საბოლოოდ ახდენს გავლენას შედეგებზე. გააჩნია რა ოფისია. აქედან გამომდინარე, უნდა დაიგეგმოს, როგორი სივრცე ჭირდება. კომფორტული ყველანაირად, რომ კარგად იმუშაო. აი, მთავარი რა არის, რასაც თქვენ მაგალითად თქვენთვის ქმნის კომფორტს ოფისში? სისუფთავე, ჰიგიენა პირველ რიგში. კარგი მუსიკას თუ იქნება, ფლავკეთეს. კომფორტული მოსახერხებელი, მეგობრული გარემო უნდა იყოს. აი, მთავარი რა არის, რომ თანამშრომლის პროდუქტიულობაც მათ შორის მაღალი იყოს? თავისუფლება. უნდა იყოს შესვენების საშუალება, მოსასვენებელი ოთახიც. პარკინგი რამდენად არის მათ შორის მნიშვნელოვანი? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ასე ვიტყოდი. ვიც მანქანით სარგებლობს, რა თქმა უნდა, პარკინგიც. ასევე საჭიროა, რომ სადმე ახლოს იყოს საკვები ობიექტებიც. ან თვითონ სამსახურს ჰქონდეს. ალბათ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა დეტალს უნდა იყოს კომფორტული ავეჯი, ყველაფერი მოწყობილი. ადგილმდებარეობას რამდენად აქვს მნიშვნელობა, მაგალითად პარკინგს და მსგავს დეტალებს? კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს და არც თუ ისეთი პატარა დეტალია პარკინგი. პარკინგი მე მგონი თბილისში ყველგან პრობლემურია. ვითომეტეს ცენტრალურ ქუჩებში უნდა იყოს სუფთა, ლამაზი და კარგი ადამიანებით და ენერგეტიკით დატვირთული. უსაფრთხო გარემო, ეკოლოგიურად სუფთა და stress free. აი, ინფრასტრუქტურულად რა გჭირდებათ მაგალითად ადგილმდებარეობას რამდენად აქვს მნიშვნელობა? ცენტრი ჯობია. კაბინეტში უნდა იყოს აუცილებლად სისუფთავე პირველ რიგში. და ნუ ის ხელსაწყობი, რაც მე მჭირდება, უნდა იყოს პარკინგიც, ეს ძალიან დიდი პრობლემაა დღესდღეობით, განსაკუთრებით ცენტრალურ ოფისებში. ყველა პროფესიაში მე ვფიქრობ, რომ კომფორტი იმისთვის, რომ ხარისხი მუშაობის შედეგი დაიდოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოფისის შერჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილმდებარეობაა. ჩვენი მასპინძელი ამჯერად მზიური ბიზნეს ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ჭავჭავაძის გამზირის საქმიანი ენერგია მზიურის პარკის სიმშვიდეს ხვდება. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ობიექტი რეალურ დროში და რა განაპირობებს აკლასის ბიზნეს ცენტრის ხარისხს. ერთია სამუშაო სივრცის ადგილმდებარეობა და ყველა იმ სტრატეგიულ ობიექტთან სიახლოვე, რაც სამუშაო დღის განმავლობაში გვჭირდება და ყოველდღიურობას გვიმარტივებს, მაგრამ მეორე
კრიტიკული ნაწილი, რასაც ალბათ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც სამუშაო სივრცეში მივდივართ, არის საპარკინგე სივრცეები. ზიური ბიზნეს ცენტრში თუ მუშაობთ, თქვენი დილა არ იწყება საპარკინგე სივრცის ძიებით, აქ მუდმივ რეჟიმში გვხვდებათ თავისუფალი ადგილები ორდონიან საპარკინგე არეალში, მათ შორის ამ ავტოსადგომზე არის ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდება და ამ შემთხვევაში გულისხმობ ელექტროდამტენებს. ზიური ბიზნეს ცენტრის რეზიდენტებისთვის შენობის პარკინგზე მოხვედრა ყოველგვარი ბარიერის გარეშე მაქსიმალურად სწრაფად ხდება. გარდა ამისა, აკლასის ბიზნეს ცენტრის ხარისხი დღეს წარმოუდგენელია ეკომეგობრული გადაწყვეტების გარეშე. აქ გვხვდებათ ელექტრომობილების დამტენი სადგურებიც, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ იქამდე სანამ ოფისში იქნებით, ავტომობილი სრულად დამუხტოთ და სამსახურის შემდეგ სახლში უკვე დამუხტული ავტომობილით გაემართოთ. თუ პარკინგი შენობის კომფორტული შემოსაზღვრელია, უშუალოდ ლობი არის ბიზნეს ცენტრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, სადაც იქნება პირველი შთაბეჭდილება, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის არის უმნიშვნელოვანესი დეტალი, უფრო მეც თუ როგორ ქმნის მზიური ბიზნეს ცენტრი ხარისხის მისეულ სტანდარტს, ეხლა გავარკვევთ ზუკამ. მოკლედ, ბევრი საინტერესო დეტალი გვინდა რომ დღეს მაყურებელს ვაჩვენოთ, მაგრამ იქამდე სანამ პროცესებს უშუალოდ პრაქტიკაში ისინი ნახავენ, მინდა დავიწყოთ როგორ გაჩნდა ზოგადად იდეა, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ბიზნეს ცენტრი გაკეთებულიყო და რაზე გააკეთეთ მთავარი აქცენტი, რაც საბოლოო ჯამში თქვენთვის არის ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი და ინდიკატორი. კი ბატონო. დაახლოებით 2018 წელს ჩვენი ჯგუფი, რომელიც ევრაზია ბიზნეს ჯგუფით სახელით ოპერირებს ბაზარზე, მის ბიზნესების გაფართოებიდან გამომდინარე საჭიროება გახდა ახალი საოფისე სივრცის მოძებნის. მოთხოვნა დიდი იყო და ნაკლებობა იყო იმ ფართების, რომელიც ერთ სართულზე გაშლილ, დაახლოებით 2000-2500 კვადრატ ფართს იძლეოდა. რაც შესაძლებლობას აძლევდა დიდ კომპანიებს, რომ ერთ სართულზე განეთავსებინათ მათი ოფისი და არა რამდენიმე სართულზე, რაც პრობლემური იყო მათთვის. ძალიან საინტერესო იყო ასევე საპარკინგე სივრცის განვითარების კუთხითაც. დღეს დაახლოებით 350 საპარკინგე სივრცის ადგილი არის შექმნილი აქ მინუსზე და გარე ტერიტორიაზე, რაც ძალიან კომფორტია ვიზიტორებისთვის. ვიფიქრეთ, რომ ამ სივრცეში გაგვეთავსებინა ყველა ის საჭირო ობიექტი, რაც ადამიანს ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს იქნება რესტორანი, ცალკე არის ბუფეტი, ცალკე არის სავარჯიშო, სპორტული დარბაზი, არის სიგარბარი შეხვედრებისთვის და შესაბამისად ეს მთლიანად გსურდა მოგვეცვა. შესაბამისად ეს ადგილი მაგის საშუალებას გვაძლევდა. უსაფრთხოებაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლს თამაშობს ზოგადად სამუშაო გარემოში. აი ამ ნაწილში რა სტანდარტით მუშაობთ და რა არის ის მთავარი, რაც გამოარჩევს მზიური ბიზნესს? გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახური მუშაობს 24 საათი კვირაში 7 დღე და ყოველ დღე სხვაში დაახლოებით 5 ადამიანი მუშაობს. მაგის გარდა არის საინჟინრო გუნდი, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ საათობრივად აკვირდებიან უსაფრთხოების სისტემების გამართულობას და მუშაობას. აქ გამოყენებულია სახანძრო ნორმებით დადგენილი ყველა სისტემა. ეს არის სპრინკლერები, ცეცხლმაქრები, კვამლის დეტექტორები და შესაბამისად ამაზე თავიდანვე მაქსიმალურად იყო ჩვენი მხრიდან ნაზმული. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოსგან მოთხოვნა იყო, ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდი თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ ეს სისტემები მაქსიმალურად დაგვენერგოს. როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი, რაც როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კომპანიებს იზიდავს მზიური ბიზნეს ცენტრში? რა არის ის მთავარი ხარისხის ინდიკატორი და მაჩვენებელი, რასაც ისინი ამჩნევენ და პოულობენ უკვე ამ სივრცეში? მეტი ყურადღება დაუთმეთ საერთო სივრცეებს. არსად ესე რომ ვთქვათ, ფინანსური დანაზოგიზე არ ვიფიქრია, ვიფიქრეთ მხოლოდ ხარისხზე, რომ ადამიანი ნებისმიერ სივრცეში სადაც მოხდება, ეს იქნება სველი წერტილი, ეს იქნება ტერასა, ეს იქნება მისაღების სივრცე, პარკინგი, ეზო, რომ არც ერთ სივრცე არ დაგვეტოვებინა ყურადღების გარეშე. შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორი ვფიქრობ ეგ არის. გაიკვირდება და თითქმის არც ერთ ბიზნეს ცენტრში ტერასები არ არის. დაახლოებით 2000 კვადრატი ჭყალებში რო ვთქვათ, დავკარგეთ იმისთვის, რომ ტერასები გავიკეთებინო. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი უნიკალურია ბაზარზე არსებულ ბიზნეს ცენტრებში. ყველა ოფისს ვერ ნახავთ, რომელსაც თავისი საკუთარი ტერასა არ აქვს. მზიური ბიზნეს ცენტრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც მათ შორის დასაქმებულები ამახვილებენ ყურადღებას, არის რეკრეაციასთან ძალიან სიახლოვე. ფაქტობრივად მზიურის პარკში არის სამუშაო სივრცე. აი, როდესაც უკვე პროექტზე მუშაობა დაიწყეთ, მთავარი აქცენტი რა იყო არქიტექტურული თვალსაზრისით, რაზეც ყურადღება გაამახვილეთ? ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქის ცენტრში.
მაგრამ ეს შეგრძნება აქ არ არის. არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკრეაციაა და ძალიან ბევრი სიმწვანეა გარშემო. ზუსტად ეს ლოკაცია ამისთვის შეირჩა და ზუსტად ეს ფუნქცია განისაზღვრა ამისთვის, რომ აქ ადამიანებისთვის შეგვექმნა ის გარემო, რომ ადამიანებს თავი ეკრძალოს შვიდ გარემოში, ქალაქის ცენტრში და ემუშავა ძალიან კომფორტულად. საინჟინრო მიმართულებით, როდესაც ხარისხს საუბრობთ, აი ამ კუთხით რა იყო ის მთავარი აქცენტები, რაც თვითონ უშუალოდ პროექტზე მუშაობის დროს გაკეთდა და რა არის ის მთავარი დეტალები, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ თქვენ? დიახ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტს ესთეტიკის გარდა ასევე უნდა კონდეს ფუნქციური შინაარსი და ამ ფუნქციურ შინაარსს სწორედ განაპირობებს ის საინჟინრო სისტემები და ის ფასადის ინჟინერია, რაც აქ გათვალისწინებული იყო. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა დამკვეთში, იმიტომ რომ აქ მთავარი აქცენტები გაკეთებული იყო ფუნქციონალზე და ხარისხზე მშენებლობის დროს. აქ არის უმაღლესი ხარისხის საფასადე სისტემები, რითიც გამოვყავით და ადაპტირება გავაკეთეთ შენობის გარემოსგან. ეს იყო პირველი მოცემულობა. მეორე მოცემულობა იყო მოგეხსენებათ საინჟინრო დანადგარები, რომელიც შენობას განსაკუთრებით ამ ფუნქციის უხვად აქვს და ვეცადეთ, რომ საინჟინრო დანადგარები ყოფილიყო მაქსიმალურად იზოლირებული სამუშაო სივრცეებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მესამე რაც არის, ეს არის ოთახიდან ოთახ შორის გამავალი ხმაური და ბგერის დახშობა. ეს სამივე თავიდანვე ფურცელზე იყო უკვე გათვალისწინებული და დამკვეთმა ყველაფერი იქნა, რომ ეს ესევე ყოფილიყო შესრულებულიც. და დღეს საბედნიეროდ მე მაქვს საშუალება, რომ ვიმუშაო ამ ოფისში. სრულიად შემთხვევით მოხდა ეს. აქ აღმოჩნდი და მე პირადად ვცდი ამ კომფორტს. ანუ პრაქტიკაშიც უკვე აკვირდებით ამ ყველაფერს. უხილავი კომფორტია რეალურად ბევრგან შექმნილი, რასაც ესე ერთი შეხედვით შეიძლება ვერ გრძნობთ, მაგრამ ბევრ რაღაცას განაპირობებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ვთქვათ, რომ პროექტი არის ხარისხიანი. განათება, ფერები და დიზაინი იმ უხილავ კომფორტს ქმნის, რაშიც სამუშაო სივრცის ხარისხს ჯერ ვგრძნობთ, შემდეგ კი უკვე ვხედავთ. მზიური ბიზნეს ცენტრში ინტერიერის დიზაინს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სივრცე უნდა ყოფილიყო ფუნქციურად სწორად დატვირთული, საქმიანი, თანამედროვე და აქ თავი ისე უნდა გეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. დავალება იყო ესეთი, რომ ბიზნეს ცენტრი ყოფილიყო ფუნქციურად საოფისე სივრცეებზე გათვლილი. და ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო თანამედროვე სივრცე, თანამედროვე ესე იგი შემექმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანი რომ მოვიდოდა თავი ეკრძნო ძალიან მყუდრო გარემოში. აქედან გამომდინარე, მასალებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქცენტს როგორ გავაკეთებდი. ხის დეტალები, რომელიც შემოვიტანე თავის ფილებთან შერწყმით, იყო ძალიან ბუნებრივი, ასე ვთქვათ რა და ბუნებრივად შეიქმნა ის გარემო, რაც მართლა მქონდა. აი განათება და ფერების ნაწილი რომ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჯერ იყო გასათვალისწინებელი სამუშაო სივრცეში, რომ თვალი არ დაიღალოს და სწორად და მიზნობრივად იყოს გათვლილი. შევეცადეთ ძალიან და შევასრულეთ ეს ფუნქცია ერთობლივად. საბოლოო ჯამში, როდესაც უშუალოდ უკვე დაიწყეთ ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, თუნდაც იმ ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, რაც არის აუცილებელი კომფორტული და ხარისხიანი სამუშაო სივრცისთვის, რა იყო ეს მთავარი გამოწვევა, რაზეც უნდა გაგემახვილებინათ ყურადღება? მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ აი ფუნქციურად უნდა ყოფილიყო დატვირთული, თავისი შეხვედრების ოთახებიც უნდა გამეთვალისწინებინა და რა თქმა უნდა, ლობის სივრცე, სადაც სტუმარი რომ მოვიდოდა, თავი ეკრძნო კომფორტულად შეხვედრებისთვის. მსგავს სივრცეებში, როდესაც ხდება ხოლმე დიზაინის გაკეთება, ხშირად ხდება ძალიან რაღაცნაირად მკაცრი გარემო. ბევრ ბიზნეს ცენტრშია ასე, რომ არის ძალიან მკაცრი გარემო. აქ ეს არ იგრძნობა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტა რა იყო? ისევ ალბათ ფერთა გადაწყვეტამ და ამ განწყობამ, რაც მინდოდა რომ შემექმნა თავისი მასალების შერჩევი და ყოველფრით განაპირობა, რაც მივიღე შედეგი. თქვენ ახლა პრაქტიკაში უყურებთ ამ სივრცეს, აი თქვენთვის რა არის ყველაზე ისეთი დეტალი, რომელიც გამოხატავს, როგორ ფიქრობთ, სამუშაო სივრცის ხასიათს და ხარისხს, რაც მთავარია. ყველა დეტალი, იცით, აი მართლა ყველა მასალის შერჩევა იყო, აი განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, რთულით და საინტერესო ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ერთობლივად ყოფილიყო შერწყმული და არ ყოფილიყო ცალკე რაღაც განზოგადოებული.
შენობის ინტერიერი და ვიზუალური ხარისხი ერთია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ბიზნეს ცენტრში ჰაერის ფილტრაცია, კლიმატ კონტროლი და ხმის იზოლაცია, რაც სამუშაო პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ახლა ჩვენ შევხედავთ ოთახში, საიდანაც ხდება ამ პროცესის ავტომატიზებული მართვა. გვაქვს ვენტილაციის ნაწილი, რომელსაც აქედან ვაკონტროლებთ, როგორ მუშაობს და რამე უწესრიგობა ხო არ არის, რომ მივიღოთ ზომები. გვაქვს ასევე სახანძრო ტომბოები, ხანძრის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება ქრობაზე, ძრავები ერთ-ერთი და გვაქვს ვენტილაციის ნაწილში ასევე სართულების მიხედვით რეკუპერატორები, რომელიც ვენტილაციას ჰაერის შემოაქვს და გააქვს. ანუ რეალურად ერთ სივრცეში ავტომატიზებულად ხდება ყველა პროცესის მართვა და თუ რამე არის პრობლემა, ხდება ისერი რეაგირება ამ ყოველ. ამის საშუალებას გვაძლევს ეს სისტემა. დიახ. ეს არის BMS-ის ნაწილის კარადა. და დანარჩენი ელექტროობა ემსახურება მთლიანად აი ამ შენობის ნაწილს. ხო, აი მაყურებლისთვის მოკლედ გასაგები რომ იყოს, ეს არის ის სივრცე, რომლის მართვაც ხდება უშუალოდ BMS ოთახიდან. წეგან რაც გაჩვენეთ მონიტორზე, ეს არის აჰუ ვენტილაციის ნაწილი, რომელიც მთლიან შენობას ემსახურება შეტანა გამოტანაზე, სუფთა ჰაერის შეტანაზე და დაბინძურებული ჰაერის გამოტანაზე. და რაც თავარია, ეს ყველაფერი შენობის სახურავზე განთავსებული და ქვედა სივრცეებში, უკვე სამუშაო სივრცეებში საერთოდ არ იგრძნობა ხმაური და ეს არის ხმის იზოლაციის დამსახურება, რაზეც ყოველ შემთხვევაში მათ შორის არქიტექტურებაც გაამახვილა ყურადღება, რომ ხმის იზოლაციის სისტემა არის გარანტია, რომ რეალურად სამუშაო სივრცეში ის მყუდრო გარემო არ დაირღვევა, თუნდაც ამ ხმაურის გათვალისწინებით. ვერტიკალური გადაადგილება შენობის ერთგვარი არტერიაა და მისი გამართული მუშაობა A-კლასის ბიზნეს ცენტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ზიური ბიზნეს ცენტრში ლიფტი ჭკვიანი სისტემით მუშაობს, რომელიც თავად ანაწილებს მგზავრების ნაკადს. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ჭკვიანი ლიფტები რა კომფორტს ქმნის, ეს არის პირველ რიგში ტრაფიკ ანალიზი, რომელიც განსაკუთრებით პიკურ საათებში, როდესაც ეს არის დილა და საღამო, როცა შედარებით დიდი ნაკადი მოდის ადამიანების, ის თვითონ საზღვრავს ამ ცირკულაციას და ანაწილებს თანაბრად ადამიანების განაწილებას სხვადასხვა ნაწილზე. მეორე ეს არის destination control system ესე ქვია, რაც განაპირობებს იმას, რომ აი ზუსტად დაჭერისთანავე, ღილაკის დაჭერისთანავე ლიფტი აკეთებს პრიორიტეტს გადაადგილების და მიმართულების მიხედვით და უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანი დროულად გადაადგილდეს ამა თუ იმ სართულზე. ეს მეორე და მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის უსაფრთხოება. გარდა სისწრაფისა, აქ პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ინტეგრირებული დაშვების სისტემა ნიშნავს, რომ ლიფტი მხოლოდ იმ სართულზე მიგიყვანთ, სადაც თქვენი სამუშაო სივრცეა. როგორც ხედავთ, აი ინსპექტირება აქვს გავლილი 2020 წელს. ახლა გაიარა მარტში, ყველა მოიჯარი ამოდის თავის სართულზე თავისი ბარათით. და ეს დაშვების სისტემა დაშვების სისტემაზეა აწყობილი მთლიანად ეს ლიფტი. ეხლა ამ წუთში ამოვიდით მე-6 სართულზე, უშუალოდ ეს სართული არის ჩვენი. ანუ ბარათი თუ არ მაქვს და მე თუ მაგალითად მე-6 სართულზე ამ სივრცეში არ მუშაობ, ამ სივრცეში ისე ვერ ხვდები. ვერც ერთ სივრცეში ვერ მოხვდებით, ვერც ერთ სართულზე ვერ მოხვდებით, თუ ბარათი არ გაგაჩნიათ. ზიური ბიზნეს ცენტრი 7 სართულზე 10000 კვადრატულ მეტრ ფართობს აერთიანებს. ამ დროისთვის შენობა 100% დატვირთულია. A-კლასის ბიზნეს ცენტრში შეხვდებით თითქმის ყველა სექტორში მომუშავე კომპანიებს, რადგან გააკეთეს მათ არჩევანი კონკრეტულად ზიურში მდებარე ამ სამუშაო სივრცეზე და რა არის მათთვის ხარისხის მთავარი ინდიკატორი. ეს კითხვა პეტრა ჭკუში დავსვით. აი თქვენთვის როგორც დამსაქმებლისთვის რა არის როგორი არის ხარისხიანი სამუშაო სივრცე? იმისთვის რომ თქვენი თანამშრომლები იყვნენ კომფორტულ გარემოში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედოს პროდუქტიულობაზეც მათ შორის. ალბათ იგივე კრიტერიუმები მაქვს მეც, როგორც ჩვენ დამფუძნებლებს. ანუ ლოკაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ბიზნეს ცენტრში არის ყველაფერი, რაც გჭირდება დამატებით სამუშაო ადგილისთვის. ანუ კომფორტული პარკინგია, ქვევით არის რესტორანი, სასადილო, აქვე გვაქვს გვერდით ფიტნეს დარბაზი და ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველა თანამშრომლებს მოსწონს და როდესაც ვარჩევთ ახალ თანამშრომლებს, აქ რომ მოდიან, ძალიან მოსწონთ და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ როდესაც არჩევ ხარისხიან სტაფს, ახალ თანამშრომლებს, მათთვისაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად, რომ სამუშაო სივრცე იყოს ესეთი კომფორტული და ხარისხიანი. და ხარისხიანი.
გადაცემის ბოლოს ბიზნეს ცენტრის ყველაზე გემრიელ სივრცეში შემოსვლაც მოვასწარეთ. ბიზნეს ცენტრში დრო ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა, შესაბამისად აკყვების ზონა კი ერთი მხრივ საკომუნიკაციო სივრცეა, თუმცა მნიშვნელოვანია დასაქმებულმა მინიმალურ დროში მაქსიმალურად ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტის მიღება შეძლოს. ბუფეტის გახსნა რომ დავაპირეთ, ვეცადეთ რომ გაგვეკეთებინა ხარისხიანი საჭმელი, რა თქმა უნდა, გემრიელი და ასევე მისაწვდომი ფასების კუთხით. რაც რეალურად გამოგვივიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბუფეტის სივრცე მუშაობს კვირის დღეებში, ბიზნეს ცენტრის სტუმრებმა რომ იარონ და საკმაოდ კმაყოფილი სტუმრები ყავს, მინდა გითხრათ. არის მყუდრო კომფორტული გარემო, რეალურად ბევრად ურჩევნიათ მათაც რომ ჩამოვიდნენ, მიირთვან მაგიდასთან და არა ოფისში სამუშაო პროცესში. ერთია რომ მას უნდა კომუნიკაცია და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ლანჩის, მაგრამ რამდენად სწრაფად უნდა იყოს ეს პროცესი აწყობილი, რომ ლუდინი არ მოგიწიოს. კი ბატონო, ანუ ჩვენთან ყველაფერი ისე არის დალაგებული ბუფეტში, რომ სამზარეულო და პლუს კონსულტანტები სტანდებში მუშაობენ, ასე რომ ვთქვათ, ანუ არასდროს არ არის ისე რომ რაიმე კერძი არ იყოს, სტუმარს ლოდინი მოუწიოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სამზარეულოშიც ყავს დაახლოებით 10-12 მზარეული, რომ ეს ყველაფერი მოესწროს თავის დროზე და ხარისხიანად გავიდეს სტუმართან. ასევე კონსულტანტებიც სმენაში დაახლოებით 4-5 ადამიანია, რის ხარჯზეც უკმაყოფილო მომხმარებელი არ ვრჩება. და მინდა გადმოვინახოთ უკვე ამ სივრცეში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ბუფეტთან ერთად ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებს რესტორანიც. დიახ, ბიზნეს ცენტრში მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი ბიზნესმენი მუშაობს, აქედან გამომდინარე, ბიზნეს ლანჩებისთვის არის ეს რესტორანი გახსნილი, ასევე საღამობით გვაქვს ცოცხალი შესრულება, რის ხარჯზეც ასევე ვცდილობთ, რომ სხვა სეგმენტიც მოვიწვიოთ და რეალურად ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ან თუნდაც ბიზნეს ცენტრის თანამშრომლები ჩამოდიან, დღის ბოლოს განტვირთვა რაღაც სიმღერა, ცოცხალი შესრულება, ჩანაფიქრი რაც გქონდა, სიმართლე გითხრათ, გამოგვდის. ანუ საქმიანი დღის, ასე ვთქვათ, დასასრულებლად შეიძლება იყოს ფინალური სივრცე, სადაც შეგიძლია რომ განიტვირთოთ. ამბობენ, რომ ხარისხი მაშინაა საუკეთესო, როცა მას ვერ ამჩნევ, რადგან ყველაფერი იდეალურად მუშაობს. დღეს მზიური ბიზნეს ცენტრში ერთდროულად უხილავი და ხელშესახები ხარისხის სინთეზი ვნახეთ. ხარისხი დეტალებშია და სწორედ ეს დეტალები ქმნის იმ კომფორტს, რაც თანამედროვე ბიზნესისთვის დღეს აუცილებელია. BMG აგრძელებს ხარისხის ძიებას იქ, სადაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს თუ რა სტანდარტით მუშაობენ. მე ანუკა ჯოხაძე ვარ, გადაცემა ხარისხის ავტორი და წამყვანი დროებით.